თბილისი ყველის ფესტივალს მასპინძლობს. ლევანდელ ღონისძიებაზე საკუთარი პროდუქცია ყველის მწარმოებელმა 45 კომპანიამ წარმოადგინა. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ 60-ზე მეტი სახეობის ყველი. მათ შორის დამბალხაჭო, გუდა, ტენილი, სულგუნი, ასევე თაფლში და ღვინოში დავაგებული ყველი. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო როგორც ტრადიციული უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული ბრენდირებული ყველის ანალოგები. საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში ყველის ამოყვანის მასტერკლასებიც გაიმართა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ადამიანები აგემოვნებდნენ იმ ახალ საინტერესო პროდუქტებს, რომელსაც ფერმერები ამზადებენ. გულმოდგინეთ, მთელი წლის განმავლობაში ყოველ წელს ფაქტიურად ჩვენ გვემატება ახალი სახეობები, რაც ქართული ყველის მრავალფეროვნებას ძალიან დიდ ელფერს ძელს. ესეთი ფორმით და ესეთი მასშტაბურობით ყველის ფესტივალი არასდროს ჩატარებულა. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ხელს უწყობს, ქალაქის ვერია ხელს უწყობს ყველის პოპულარიზაციას. ჩვენ ჩამოვედით ყაზბეგიდან, რომ ფესტივალში მივიღოთ მონაწილეობა და არის ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ფესტივალებს, რომ ჩვენ ნაწარმი ვაჩვენოთ ხალხს.